მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია სამი და კო. ძალიან მაგარი ამბით ვიწყებთ რა. ევტუშენკოვი გახსოვთ, იცით, ნაცმედიის წყალობით ყველამ კარგად გავიცანით ეს კაცი, ბიზნეს რო ესაუბრა, ის არის. დაბადების დღე რომ მიულოცა. დაბადების დღე მიულოცა და მე რაღაც მეგობართან შეხვედრას თხოვა და ატეხეს ერთი ამბავი. აი ეს არის მტკიცებულება რომ პუტინი პირდაპირ მართავს ქვეყანასო და აი რაღაც სიგიჟეები თქვეს და დაასანქცირეთ ბიძინა ივანიშვილიო რა. იმიტომ რომ დაბადების დღე მიულოცაო რა. კი ბატონო. ოღონდ ევტუშენკოვმა ბიძინას. კი ბატონო. ხო, მოკლედ, დღესაც აქტუალურია ეს თემა, იმიტომ რომ ყოველკვირეულმა განაცემებმა ნაცების მიუძღვნეს. კი, გუშინდელი ჩართვა რო იყო პარლამენტში, ხატია დეკანოვიძემ თქვა, მე ვიბრძოლებ იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დასანქცირდებაო. და დასავლურ მედიაში სოლიდურ გამოცემებში გასკდა სკანდალი, რომ ომის შემდეგ მარტში ბაიდენის შვილი, სკანდალური ტიპია ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი ჩასულა მოსკოვში და შეხვედრი არა მარტო ევტუშენკოს, დიახ, არამედ ცხელსაც, მაგრამ აქ ევტუშენკოვია საინტერესო. დიახ, ევტუშენკოს შეხვდა ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი. ასე ამბობს სოლიდური დასავლური მედია რა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რამ უნდა გავაიასნოთ. ეხლა უნდა მოითხოვენ თუ არა ბაიდენის დასანქცირებას მაგალითად მისი ვაჟის. გაუგზავნიან თუ არა საპროტესტო ნოტას ამერიკის შეერთებულ შტატებს. მოაწყობენ თუ არა მიტინგს ამერიკის საელჩოსთან და ასე შემდეგ. მაგაზე ერთი პასუხია რა, რომ ხო იცი ეთიკური რელატივიზმი და ორმაგი სტანდარტები ჩვენ ლიბერალებში და ოპოზიციაში როგორ მოქმედებს, რომ შენ რაც შეიძლება არ გეპატიოს, შეიძლება ეპატიოს მას, მაგალითად ქალთა თემაზე რაღაცა სენსიტიურია ყველა, მაგრამ გვარამიამ რომ გალს დაარტყას ხელი, ეს ოკეია და მოსული პონტი. დაახლოებით ეგ თემა ახლა ისი თავი და ერთი ადგილი აქვს მაგათ რომ ბაიდენის შვილს და მით უმეტეს ამერიკას ეგ მესიჯი გაუგზავნონ. ეგ ყველამ ვიცით რა. მაგრამ მე ვნახე ასევე რომ ლაპარაკობდნენ წყაროზე, რომ რამდენად დასაჯერებელია ეს წყარო. ოღონდ ეს არის ცალსახა. ყველა წყარო ადასტურებს უკვე ამას რა. არა მარტო ის. ხო. აი ყველა წყარო ადასტურებს. და მეორე ხა რაღაცა წყაროს რო არ უჯერებ და უჯერებ იმას იმ გამოცემას რა ქვია გერმანულს ბილდს, ხო? ეგეც ძალიან მაგარი თემაა რა. ბილდი რომელმაც გავუშვათ ეს ვიდეო და ყოველ სტატიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე არ მინახავს არაფერი. ყოველ სტატიებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, გასაგებია. და ბილდი გახსოვთ ხო, ესეთი ჟურნალი ბილდი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილზე რაღაცა დაწერა, სისულელე. ხო. და მთავარმა არხმა ეს გამოიყენა, რომ აი ევროპის მაუწყებელი ევროპას ამცნობს, რომ ესე ოლიგარქი და აბა საქართველოში რა ხდება. საიძე ვარ შესული, თუ შეიძლება გავუშვით. ესეთი ის არის ბილდი რა. თბილისელები ბევრად რესპექტაბელურია. აი ეს არის ბილდი. ანუ არ არის საჭირო გერმანული ენის ცოდნა რა. აი ესეთი ხო, ძალიან საინტერესო. ამი რეკლამები რო ხდება, როგორ დავიგრძელოთ პენისი 20 სანტიმეტრი. ხო, არა, ბილდის მთელი მუღამი ყოფილა ეგრო, დიდი ფოტოა და პატარა ანოტაცია აქვს, ანუ პატარა სათაური. ხო, აი ძალიან საინტერესო. ანუ მთელი მუღამი, მთელი გვერდის მუღამი არის ფოტო და მე ქვემოთ სათაური. აი ძალიან საინტერესო სტატია სოფია ვიღაცა. იმას აქვს 8 ახალი პირსინგი გამცნობს. ამის ესე იგი ამ გულვარული გამოცემის უნდა დავიჯეროთ. კი. Washington Post-ის არა. New York Times-ი, Washington Post-ი და ეგეთი გამოცემები არა რა. ხო და ანუ აქ რეალურად შენ თქვი რომ რაც ეპატიებად მაგალითად გვარამეს ხალისცემა ეპატიება და სხვას არავის ეგ ორმაგი სტანდარტი არის, მაგრამ აქ უფრო მეტად მე მგონი ეს არის რომ თუ ქვეყნის საზიანო ინფორმაცია არის, თუ გინდა პაკისტანი ნიუსი წერდეს. მაინც მისაღები რესპექტაბელური და წყალი რო არ გავა, ეგეთი ინფორმაცია არის ნაცებისთვის და ყველა მათ მთავარი არხის პრაიმ ტაიმში უნდა ამის შესახებ ყველა ყვიროდეს და ეხლა თუ ისეთი რაღაც არის რომ მათ ცოტათი მაინც არ აწყობთ, ის რასაკვირველია არ არის არც რესპექტაბელური, არც გაუგიათ. ტელეფონი ეთიშებათ მაგ დროს ინტერნეტში არიან, გვირაბში ვარ არ მეს. ჩვენ საიდან ვიცით ეს გვირაბი, რომ რაღაცა ესეთი ორმაგ სტანდარტში დავიჭირეთ და
ნინო ლომჯარია. ლომჯარია და არა, ის კარტი ის ტიპი იყო. არა, მე გეტყვი ზუსტად რა 100% იყო, რომელმაც თქვა რომ ეხლა გზაში ვარ და მე გეტყვი რაზეც იყო თქო, ნოდარ მელაძემ რო გააკეთა რომ პოლიციელებმა ბავშვი მე 9 თვის ბავშვი ნაგავს აყრელზე გადააგდესო მაგაზე მერე რო ყველა მილაპარაკო რომ ესე არ ყოფილა დაურეკეთ ესე იგი ეთიკის ჟურნალისტური რაღაც ეთიკის ხარტი ვიღაც ტიპს მე შეება კინძურაშვილიც იყო აღარ მახსოვს ყველას დაურეკეთ ხო და მათ შორის ერთ-ერთმა თქვა რომ უიუ მართლაო ეხა ვეღარ გაგცემთ პასუხს გვირაბში შევდიხარ ხო ნუ ეთიკის კარტია თქვა იდიშება თუ ეთიკის კარტია თქვა რომ მოგმართეთ თუ ისე როგორ შეგვიძლია ჩვენ კომენტარის გაკეთება ხო ნუ კაი ზოგადად ეთიკის კარტია რო არსებობს იმ ქვეყანაში სადაც ეს კანალიზაციები არსებობს ეგ ნუ საკითხია და ხმას რო არიღებს ამათზე ხო ნუ ეთიკის კარტია უნდა გამწვანდეს ამას რო შეხედავს ეთიკის კარტის ნებისმიერი წევრი მე არა ვარ ეთიკის კარტის წევრი ვერ ვიქნები ვერც ერთი ეთიკის კარტის წევრი ვერც ერთ სფეროში მაგრამ კაი ჯანმრთელობა სხვა შეს რაღაც ეგეთ თემაში ნაცური ახალი Facebook გვერდი გამოჩნდა ხო იმიტომ რომ ერთი 100 ჯერ მომიგდო დასპონსორებული ლინკი რა დემოკრატიის ინდექსი თუ რაღაც ეგეთი ქვია ხო და ეხა ბოლო პერიოდში გუშინ და გუშინ წინ რა ეს ინტენსიურად ჭავლივით მივარდება რა და დასპონსორებული აქვს 18 წლიდან 50 წლამდე საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს რა და რო გადავედი ამ გვერდზე უდევთ ქარდები რა ოღონდ ქარდები ფოტოები დევს ოცნების პოლიტიკოსები და აი როგორ რაღაცეები წერია იცი რომ მთავრობის ხდომაზე დაკითხა ნული მინისტრი არ გააკეთა ეს რა ანუ ესე იგი რაღაც საშინელება ქნა რა ოღონდ არის მარტო ოცნების დეპუტატები ნული მით არ დაკითხა ანუ იმას კი არ ამომე რომ არ დაკითხა არავინ არ დაკითხა ხო ნული ხო ხო ანუ ეს როგორ არის იცი ბიზნესმენშვილის ფარც რო დეციმეტრი კვადრატულ დეციმეტრი კი სანტიმეტრებში კაცო დეციმეტრი კიდედი ხო უყურე და ეშმაკობა ყველაზე ბანძი ეშმაკობა რა გამოიყენეს რო არ შეტენოდათ რო აშკარად ნაცური დვიჟენიაო ერთი ნაცი იცი ვინ გარია ეს თაკო ჩარკვია ანუ არის კავშირი 12 ოცნების ტიპი და თაკო ჩარკვია თაკო ჩარკვია საზარბაზენ ხორცად დამაი რო აი ამაზე ვძდებთო რა თო იმაზე ვინ არის ყველაზე ისტერიული ვირიშვილი საქართველოში ისტერიული კითხვას ანუ ზუსტად ეგრეთ ვარ ხო უგულაო რა თქმა აპაპაპა ბადეკონიდან ამოხტო იმენა კროსვორდების ის არის კაცი ბადეკონიდან ბევრი წესის აგება მოუწევთ სააკაშვილს მოუვა რაღაცა მე ვნახავთ როგორ წესის აგება მოუწევთ განმიმარტეთ რა ინტერპრეტაციის საშუალებას მოვეთ ეხა თქვენი ანუ წესის აგება რა დროს ხდება მკვლების მხრიდან წესის აგება ხდება კი მოუვა ამ კაცს რამე ციხეში და ნებისმიერ პირდაპირ ვამბობ ყველა ის ადამიანი ვინც პასუხისმგებელია ვინც სად შეუძლია და ამას არ აკეთებს მიიღებს შურისძიებას მიიღებს დიდ შურისძიებას კბილი საწელი იქნება თვალი საწელი იქნება კლას ადამიანი მაშინ პასუხ პირდაპირ გეუბნები ინგა მე არ მიყვარს მიკიდ მოკიდა სააკაშვილი ციხიდან გამოვა მკვდარი გამოიტანე სააკაშვილი ციხიდან მკვდარს და ყველა ვინც არის პასუხისმგებელი სურო აი ცხოვრება აღარ ბოლო წუთი რო იყოს ხო ბოლო წუთი მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის 10,000 ფიზიკურ შურისძიებას აი ამან დაუშვა აქ შეცდომა მანამდე კარგად მიდიოდა რა მე ჩავერთვებიო ხო გაუშვით ხო მოკლავენ პრეზიდენტს და ამაზე პასუხს არ მოთხოვს სახელმწიფო მოთხოვს ხალხი აი ესე არის დიახ შუა საუკუნეებში ვარ შუა საუკუნეების წესები უნდა მძიმე განცხადებას აკეთებ გიგი და შენგან აი ამ პოზიციას დიახ ამას ვამბობ და აი ერთი წუთითაც უკანაც არ ვარ პირდაპირ გეუბნები მძიმე განცხადება რა შუაშია ინგა კაც კლავენ აქ და ჩვენ ძივართ და ლაპარაკობთ და ეს ლოკებდაბერილი ვოლსკი გვეუბნება რომ თავის თავს დააბრალოს ხო და გამოეკანოს ეხლა ერთი წამი ლოკებდაბერილი ვინ არის ვოლსკი რატოა ეს არის აი ეს შეხედეთ რამ სტოპკაც რა არა სტოპკაც შეხედეთ ვოლსკი არის ლოკებდაბერილი თუ ეს და ერთი წამი რა გიგი შეღორო შენ არიყავი კაცო გოჭო ღორო ეხლა არა ღორია იმიტომ რომ ეს არის ღორო უღალატა მიშას მუშტი ისა ბიზნესო და იდაყვი მიშას მაგრამ პარტია დაუშალა და ჯართი უწოდა ციხიდან რო გამოვიდა და
ყველაზე ცუდ მომენტში მიშა როცა იყო ყველაზე მეტად გაწირული და განდევნილი და ოპოზიციისგან მიტოვებული, მაშინ ეძახდა, რომ ჯართია და მაგის ეს არისო ეს მოღალატე და ეს გნიდა და ეს ღორი მართლა და გამოვიდა არა შენ ახლა ვერ იტყვი სიტყვას ეთერში რაც ამას მოუხდება. ხო. ჯერ არ აი პლუს 28 რო იყოს 18 კი არა. ვერ ვიტყვით რა. და ეს მე რა შემიძლია თქვა? გამოვუშვით მიშა თორემ დავაჭერ ბირთული შეერაღების წითელ ღილაკს ხელი და ხელს და ჩვენი ჩემი პირადი სტრატეგიული წყალქვეშა ნავები გაუშვებენ რაკეტებს თქვენზე. ანუ აი ცისხლის სამართალში არის აი გამოძალვა როცა იხილება ან მუქარა ხო? მუქარა უნდა იყოს აქმადი. აი მუქარა აი მე რომ დავემუქრო ვიღაცას რომ ბირთულ რაკეტას გესვრი ეს არ იქნება მუქარა რა თქმა უნდა ხო? ან რა ვიცი ხო? აუ მე რომ დაგირეკო და ამერიკაში გაგაფრემვითო გარჯე არ არის. არა. ანუ შენ რო დამირეკო და მითხრა რომ აი გეუნები რა რომ ფული მომენტ თორე ამერიკაში ტანკით მოვალ და გესვრი ხო ვერ მოხვალ ტანკით არა ან ბირთულ რაკეტას გესვრი. მუქარა უნდა იყოს აქმადი. უნდა შეაფასო ვინ იმუქრება, რას იმუქრება ხო და ამის დავსრულებ და მე მიმითითე. ეს კაცი ხო არანაირად არ მოხვდება აი მუქარის რაღაცა დეფიციტში, იმიტომ რომ არის აი ღორი ხო თუ რა გოჭი არ ვიცი არ არსებული ისტერიული ქალაჩუნა ტიპია რა. ჩერგოლეიშვილი თავზე აჯვავს ისეთი ტიპია რა. არა, ჩერგოლეიშვილმა უთხრა ძალიან მაგარი რაღაცა. ბიჭო, ეგეთი დამცირება, ეგეთი საცინად აგდება ადამიანის. მე არ მინახავს. პროტეზი, კბილის პროტეზი რო იპოვოს, სადმეო გაიკეთებს და იტყვის ჩემია. პროტეზებს უნდა გაუწულიო, უნდა დამალო კარგად. რაც არ უნდა მტერი იყოს შენზე, ხო? ეგეთი რამე როგორი პროტეზი რო იპოვოსო. რა გინდა და ბაჭო? გვენდებით ფუნდამენტურ საკითხში ამ შემთხვევაში რა. გიგი უგულავა აქ არავის არ ემუქრება. გიგი უგულავა მიშა სააკაშვილს ცდილობს და უნდა და დემონსტრირებს ახდენს უკეთებს იმას რასშიც აზია არჯენტომ ჰარი ვაინშტაინი ამხილა და მან თქვა რომ ჰარი ვაინშტაინი ჩემთან მოვიდა და ჩემი ნების წინააღმდეგ იძულებით გამიკეთა კუნილინგუსი. ეს არის გიგი უგულავას. ამას უნდა რომ კუნილინგუსი გაუკეთოს მიშას. ეს არის გიგი უგულავას უცნაური. ვერ გავიგე რას ამბობ. ამოხდეს ბადექონიდან და მიშას აჩვენოს რომ აი მე რამდენზე მივდივარ შენ გამო. გუბაზი გაქებს კარგად. თაკო კაისტერიკას წევს. კუნილინგუსი უკეთებს მიშას. გადატანით მნიშვნელობით. მიშას ორგანო არა. მიშას თუ ოპერაცია არ გაიკეთა ის ორგანო არა. რაზეც კუნილინგუსი. ხოდა ის ვკითხე თუ არ. კაი ტრეშა. იმიტომ რომ პროფესიონალი ბებია. კუნილინგუსის მამაკაცურ ამბავს გუბაზი უკეთებს. დაკავებულია. დაწაფულია. მიშას პენის დაკავებული. არა, ეს აგრესიულად შვება. მაგას მოაშორებ გუბას ბიჭო. ოიცა, გასხოვება. უბელასავით არის მიწოვილი. გასხოვება. შალვა. მინდა კარგად ატრია. შალვა. რა მაგათი დედავატირე ბიჭო, კიდე კაი. ამ ყრალეს სივრცე რა, გინდა ერთმა, გინდა მეორემ. მაგათი დედავატირე კიდე ბიჭო. გასხოვება. ამოვიდა ყელში ეს უტიფრები ესე. რამის ტრაკი მაინც ქონდათ ბიჭო. გასხოვება დიდი. გუბაზი აკეთებს. გუბაზი არის წურბელასავით და ნაზს და ჩილაუს და მშვიდს. გუბაზი არის წურბელასავით. მიოდა ოღონდ აი ხო იყო მისული კაცო. ხო რა არ უშვებს? სუდზე ხო იყო მისული, გახსოვს? კი. ვერ შეგამიშვა. ვიჟა. გამაგრდი, რო მოგდება. არა, იმა ვაფშფეხებს დაიკიდა, ის მაგარი უტიფარი როჟა. ვერ შეგამჩნიეო, გამდიდები. ძალიან დიდი პიროვნება ამათთან. ამათთან შედარებით. მაგარი ეს ისკლიცველი. და ეს დაჩუტულები ესენი. ეს ერთი და კიდე ერთი ამის კაცობამ რა უთხარი უგულავასი. ვაფშეტა, კაი, ვინ მებაზრება კაცურ რაღაცებზე და კაცობაზე? ვინ? თბილისელები არ რომ დაბერილი თბილისში არ ცხოვრობდეთ რა. დაბერილი. და არ ვიცოდეთ მაგის წარსული. დაბერილი ლოყებითო, ბიჭო, კაცი არის ჩმოეგა. ვაფშე ნაფტი აღარ ეტყობა სახეზე. ბიუჯეტის ქურდიც ისეთი დაბერილი ლოყები აქვს.
ბიუჯეტის ქურდი. ბიჭო, რატო გაბლატავდნენ ეს? არ არის გაბლატავებული. ეს ხვანაირად უდგებით ხო? გითხარ როგორც უნდა მივუდგე. ეს არის ზავნილი მიშასთან და არა ქართულოცნებასთან. ერთი დღე ეხა კრეხელურ რაღაცას ვიტყვი რა. ერთი დღე ძველი ბიჭები უნდა დავაბრუნოთ რა და მე ისე და მიშასთან. მაგრამ არ თუ ამაცემას ძველი ბიჭი. წელს ქვემოთ დაკავებულია. ხო და ყვა კაცმა. არა ძმაო, ბიჭო, სერვისი სერვისი მრავალფეროვანია. ვისა? მიშასთან. უბაზი, რასაც აკეთებს. არა, უბაზი, წელს რასაც ქვემოთ აკეთებს. დაკავებულია მიშას ნაწილები ხო თქვი გუბაზისგან. არა. გუბაზისგან. არა, ეხლა შემიძლია კიდე განვორთო, მაგრამ არ ღირს უკვე ძალიან უკანა ნაწილიც დაკავებულია თქო? უკანა არა, მიშას ხო არ იმას ვსავენა რა. არა, შეიძლება შეუძვრეთო. ისეგეც არის. გუბაზის თავაზობს ნელ, ჩილაუთ და ნაზს. და გიგი ამ შემთხვევაში თავაზობს რა აგრესიულს, ესეთი სწრაფს და ენერგიას. მერე კუნთები აღარა აქვს იმას და უნდა აგრესია. ხო და შეიძლება ეხა ეგ ჭირდება. გააქტიურება. აღარა აქვს კუნთები, всё. ხო და შეიძლება ეხა ჭირდება გააკ მასაჟის პონჩი წავა. იმიტომ ის ძალიან ჩილარი რა. ის და ანუ ყვება. მართალია გუბაზი რომ მივიდა, გუბაზის რაღაცა გააგონა. წერილი არ მიუწერია გუბაზი. არა. და გააგონა რაღაცა ეკაიფა და ეს შარლიდან ხდება ბიჭო, მართლა. და ერთხელ არ აღუნიშნავს. არა, რეალობა როგორია ხა ხუმრობის იქით რომ მოვყვეთ, რომ გიგი უგულავა მოკლედ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ყავდა 27 თუ 26 დეპუტატი პარლამენტში, დაუშალა ევროპულმა საქართველოს პარტია და 19 დეპუტატი წაიყვანა თავისთან და 7 დაუტოვა იმას რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ მერე გამოვიდა გიგი უგულავა, შეუერთდა ევროპულ საქართველოს და თქვა რომ მიშა არის ჯართი და მიშა ჩვენ აღარ გვჭირდება, საქართველოს განვითარებას ხელს უშლის. მერე ერთ-ერთ საარჩევნო რეკლამაში ქონდა რომ მუშტი ოცნებას და რაღაცა იდაყვი მიშას, ესე კარატე უნდა ვითამაშოთ, მოკლედ. გიგი უგულავა ყოველთვის იყო მიშას მოღალატე ბოლო პერიოდში და ფიქსირდებოდა ესე. ეხლა რო აღიქვა რომ ევროპული საქართველოს არაფერს აღარ წარმოადგენს, დაიწყო მიშასთან შეძრომა და ამ შეძრომის დროს ჩალიჩობს ყველაფერს. ინდომებს, მაგრამ და მიშამ ერთხელაც არ შეამჩნია, ერთხელაც არ გადაუხადა მადლობა. მიშამ მადლობა გადაუხადა ვიღაცა მომღერლებს, ვიღაცა დრამერებს, ვიღაცა ტორნადოებს, ვიღაცა შმორნადოებს, ამას იმას რუსთავიოსა. ხო, თავარი არქის. ვინც კი მიშა ახსენა, ყველას გადაუხადა მადლობა. რომ დაავაი შებერეთ თქვენ ხართ მაგრები და ერთადერთ აი ხმა ვიზეც არ ამოიღო, ვინც ვაფშე არ ახსენა, იყო ეს გიგი უგულავა და ეს ცდილობს ბიჭო აღარ ეპუება რა. ეთქდება, სკდება. რა? რა კაი ვიდეო გავუშვა, ეგრევე ჩაიკუკა. აი ამ ცდილობს ბიჭო. მას ეთერი მაგახსნები. ეგრევე ჩაუკუკია რა. ეხა ნახე. უკვე აუკიდეთ, კაი, გავიარეთ ინვალიდია, კაი. დაიმსახურა. ეხლა მოვკლათ და მე გამოვიდეს ღარიბაშვილი და კიდე ილაპარაკოს? რა სერიოზულად ამბობთ ამას? მე სერიოზულად განიხილავს რომ აქედან კუბოთი გამოიყვანენ პრეზიდენტ და ღარიბაშვილი იქიჯდება სადაც ის? ამას თქვენ სერიოზულად ვინმე ფიქრობთ? ანუ თქვენ ეხლა გამორიცხავთ რომ აი ამ თქვენი განცხადებების მუქ არის, მოდით პირდაპირ ვთქვათ. შემდეგ თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიარეთ. მუქ არაზე რომ მოხდება ბიბლიის ციტატაზე? არ ვიცი, ბიბლიის ციტატაზე? ბრავო, გუბაზა გააკეთა. არა, ცდელობა გუბაზა შენი საღო. ეგრევე ზარნიმისა. ბიბლიის ციტატაზე. აი აქ ეცხია რა ბიჭო. გუბაზამ არა, სწორი თქვა ბაჩომ, გუბაზამ რა გააკეთა. ნიკა მელია რომ შეუბრუნდა, რომ ეხლა გაგცხეფო რაზეო, მიშას სიყვარულზე მცემო. იმანაც მე გააკეთა. დავსრულები. ინტერესებს, რაც უნდათ ის იქნია. ბიბლიაში წერია. კი ბატონო, ამას ლოყების ისტორია არ მოწონთ, ძველი აღთქმით წავიდეთ, ველურები არიან, კი ბატონო შუა საუკუნეების იმითი. კბილი საწილი იქნება. აბა როგორ არის რომ მოკლან ადამიანი და მე რა შევრიგდეთ მე? თქვენ არავინ არ მოგიკლავთ, კაცო. რამის ტრაკი მაინც ხონდა. არა, ისედაც თვითონვე გააუსვა ხაზი რომ ესე იგი ნაციონალურ მოძრაობამ არავინ არ მოკლა, გესმის, არავინ არ უწამებია სისტემურ წავებას ადგილი ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, ღირსების აყრას, ადგილი არ ქონია მასობრივ გაუპატიურებებს ციხეში. და ხო რა
თვითონვე ამბობს ამის მერე როგორ უნდა შეერიგდებო ვინმესთან უნდა ზუსტად ეგ არის მიზეზი რატომაც ვერ გირიგდებათ ქართველი ხალხი რატომაც ვერ გირიგდებათ პირდაპირ არის ეგ მიზეზი რაც შენი ლაპარაკე გიგი გიგსორ ვინ არის ხალხი რამას მიშა არ ურიგდებოდა ვინ არის ყველაზე ნიჭიერი ყველაზე ღრმად ინტელექტუალური ტელეწამყვანი ანუკა ჟორჟოლიანი რატო სოფი ესეთ მარტივ კითხავს რატო ძალიან მარტივ კითხავს კვესიტაძე რატო არის ქვე შეთანხმებულები ხო არა აღადროს კვესტაძე ასოციაციურადან მარტო თუ IQ-ს მორჩა მარტო IQ-ო მეტი არაფერი არა გასაკვირია რატო ინგა გრიგოლი არ არის ინტელექტუალი რატო იცნობს გასაკვირია ის კვესტაძე გადაცემა მიყავს როდის თავარი აქცენტები თუ თავარი ჩვენ არ უყურებთ მაგრამ ხო თავარი დებატები მიყავს ვიდეო ბოლოს როდის გაგვიშვია კვესტაძე ვიდ აღარ არის საინტერესო და მაგას გეუნები თავარი დებატები კაი მაშინ მაგ ყველაზე ინტელექტუალურს მოусმინოთ ახლა კვესტაძეს კი არა და არაერთი ხო რომ არსებობენ ამ ქვეყანაში და გასათვალისწინებელი რაოდენობა ადამიანებისა რომლებიც ფიქრობენ რომ მიშა უნდა დაისაჯოს თუმცა იგივე ადამიანები გეუბნებიან რომ კურნალობა ჩაუტარდეს არ უნდა მოკვდეს მაგრამ მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანებს ვესაუბროთ საერთოდ მე მგონია რომ მიშამ ამ ადამიანებს საპატივი ინფორმით რა ფორმითაც ჩამოვიდა ხელბურყილები რომ დაიდო თორე მიშას მომხრები დიდი სიამოვნებით ნახავდით მიშას ისე ჩამოსულს როგორც პოროშენკო ჩავიდა უკრაინაში მაგალითად მაგრამ მე ვფიქრობ რომ მისი მხრიდან სწორედ საზოგადოების იმ ადამიანების გათვალისწინება მოხდა რომლებსაც სურდათ მისი ხელბურყილებით ნახვა ახლა მომხრები თუ გაგვითვალის რას ძალიან სუეჟია ძმა ამ ხელა მანიპულაციას არ მოვენულოდი მე ანუ მიშა ჩამოვიდა ჩასაბარებლად არა ეს ხო ამბობს რომ მიშამ იმ ხალხს საპატივო ვინც ფიქრობს რომ დასაჭერი იყო და ჩამოვიდა და დაიდო ბორკილებიო და არა მიშა შემოიპარა პრეზიდენტის არაჟნებში და იმალებოდა საერთოდ არ უნდა დაჭერილიყო პროსტა გატყურა დათვრა გაღორძაღდა ნაყროვანებამ წაიღო და დააკავეს სიურპრიზებს გიმზადებთ გახსოვს რო იძახდა ის ბიჭო რამდენი ვიდეო ვნახეთ იქ არაჟნებში რო ზის გახეული მთვრალი რო არის თუ რაშიც არის კარგ ფხიზელი სიფხიზლესთან რო არანაირი კონტაქტი აღარ აქვს დარჩენილი და იქ რო იმას ვიდეოს რო წერს რომ ეხა მიტაცებენ მე სპეცსამსახურებმა გამიტაცეს რაღაცა მქონდესო მაგის ვიდეოსო რა ორა საზიზღრობა რა მიშა ჩამოვიდაო და ბორკილები დაიდო არ დაუმთავრებია დავამთავრებია მისი მხრიდან სწორედ საზოგადოების იმ ადამიანების გათვალისწინება მოხდა რომლებსაც სურდათ მისი ხელბურყილებით ნახვა ახლა მომხრები თუ გაგვითვალისწინეთ ჩვენ მისი ხელბურყილებით ნახვა არ გვსურდა მაგრამ არის მეორე საკითხი რომ ამ ადამიანებს უნდა ვესაუბროთ იმ ადამიანებს რომლებიც გამბობენ რომ მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიშა უნდა წარსდეს მიხელ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ო დაუპი მართლმსაჯულებას აღუდგეს წინ მართლმსაჯულების წინა უნდა აღუდგეს ბიჭო აი ენა არ ემორჩილება არა ხო რაღაცნაირი ის გაქცეულია რომელიღაცა ტომის მაცხოვრებელია იცი რა არის ბოლომდე არ არის ჩამოყალიბება არ სიმართლის თქმა შეუძლია მარტო მაშინ თუ შეეშლება არა სხვა შორის ერთი რაღაცა არა ყველა შეიძლება შეგვეშალოს არა ამა ძალიან და ხე სხვა რამეს ვამბობ ყველა შეიძლება შეგვეშალოს სიტყვა მაგრამ როდესაც შენ აი სიტყვა იცი და გეშლება თვით რეფლექსია ხდება რა და აი შემეშალა და ბოდიში რაღაცას აკეთებ ამას არა გლუვით ვინ და აი როგორ პირდაპირ არის ეჭვიც არეპარება არტილერია წინააღმდეგ 10-მდე რიცხვი ჩაიფიქრე 32 და დავაი შეუბერე რა მაგრამ არის მეორე საკითხი რომ ამ ადამიანებს უნდა ვესაუბროთ იმ ადამიანებს რომლებიც გამბობენ რომ მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიშა უნდა წარსდეს მიხელ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა პოლონეთში არ ნიშნავს მის გათავისუფლებას სამართლებრივი დევნისგან ეს ეხა ესენი ჩვენ ისინი მგონი ვართ ხო აქ ეთერში რომ ვიტყვი გვაიმას გვიშვებიან ხო ესენი პოლონეთში პოლონეთი არ მახსოვნა არა გვაშტერებენ ხო იმენა გვატყუებენ დებილები მგონი ვართ ბოლომდე ხო მიშას აი ამ ერთუჯერედიან ქალბატონს გონი ვარ მე დებილი ხო მატყუებენ არა კაცო არ ნიშნავსო კაცო წავაი მიკურები ნანუკას უნდა რომ შენ გელაპარაკოს შენ ადამიანს რომელიც მოიწვია მართლმსაჯულების წინააღმდეგ რომ მინდა გინდა რომ სამართლიანობა აღდგეს ქვეყანაში რაც იქნება მიშა სააკაშვილის ყველა იმ ბრალეულობა რაც აქვს წარდგენილი რომ რაც დაუმტკიცდება ის მოიხადოს ანუ ყველაზე სამართლიანი მოთხოვნა რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს მაგაზე უნდა რომ ნანუკა შენ გელაპარაკოს და რა უნდა მელაპარაკო რაინაზე გიხსნის ძმაო რომ პოლონეთში მიშას რომ გაუშვებ საგულაოდ ეგ არ არის მართლმსაჯულებისგან თავის არიდება მერე ჩამოვა ჩაჯდება და მოიხდის ანურექსია რო გაუვლის
просто შეიძლება ერთი 40 წელი გაუგზავნოს ანორექსია. აი, დაუსრულოთ. ის ნიშნავს სასჯელის გადავადებას. აი, хорошо. ძალიან ბევრს გადაუადა სასჯელის. შენმა სახელოვანმა რეჟიმმა ბიჭები ციხეში რო ჩაკალით. მართლა ავატყოფი ბიჭები. ერთი კვირით ადრე უკვე ლეტალური შედეგი რო სახეზე იყო, ერთი კვირით უკვე დასკვნითი ნაწილი. ხო, უიზლი დაშლილი ქონდა, ერთი კვირით ადრე უშვებდნენ რა. რო გარეთ მომკვდარიყო და არაც კარგ გაფუჭებოდათ რა. და მე ეს გენიალური ამ ხელისუფლების გენიალური რამ ეს ხვიძლის კუნალობის, ჰეპატიტის კუნალობის პროგრამა ამოისუნთქა ყველამ, ციხეზე თუ გარეთ რა. რამდენი კვდებოდა იცით ჰეპატიტით, რამდენი არ გაყავდათ. სტრასბურგები იწერებოდა დროებითი ზომები, მიშას რო უნდოდა და ჩემბეხები რო არ მისცეს. ეგ იწერებოდა ძალიან ბევრ პატიმარზე, მე ხო იქ ვიყავი და იძულებულები იყვნენ რომ გაეყვანათ. სტრასბურგი პირდაპირ ავალებდა. მაგრამ არანაირი კურნალობა, არაფერი, არა აქტიროკად საჯელის გადავადებას ციხის ენაზე აქტიროკა ქვია, ხო? არაფერი კაცო ხალხი კვდებოდა რა. კვდებოდა როგორ, აი ლპებოდა და ერთი კვირით ადრე აგდებდნენ რა. რა არისო ეგრე? არიცით ციხეში მომუშავე ხალხმა ეგ თუ რა? ბიჭო, კაი მართლა რა, ხანდახან რო ვიხსენებ. ვინ არიან ესენი? აბა. აი პროსტა ცინიზმია ამათი მხრიდან წამებაზე ლაპარაკი. თან ვიზე მიშა სააკაშვილზე ბარემის თქვა მეგის გარდავაც წამების მსხვერპლია და ეს მეორე აფერისტმა რო აქედან მოგვიარა, ნუ ამას ნანუკაზე მეტი წიგნი აქვს საკითხი. ვინ არის მეორე აფერისტი? ეხლა ხანს მივაწუწეთ. ბიჭო, აი ხ მაგას ვეძებდი. რომან გოცირიძე? არა. 3 ვიდეო მაქვს მიშას პერიოდის ციხიდან როგორ გამოდიოდნენ სამ სხვა ადამიანის ვიდეო არის, გავუშვათ? ეს დიდ გაცემაში გვექნება. ვის მივაწუწეთ აფერის და ვის გავუშვებ, ვის ვიდეოს გავუშვებ. ეხლა მაინც როგორ მოიც როგორ? ჩვენ ეხლა ხანს მივაწუწეთ ვიღაც აფერისტს. ჩვენ გუშინ წინ. ეხლა ხანს. ჩვენ სამმა. ხო, ჩვენ. კი ბატონო, ხო, მე. და ეხლა მაგის ვიდეო უნდა გავუშვა და ნანუკაზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული. მამრია. და მიშას გაშვებაზე ჩაიჭობს ოღონდ გოთვერნულად რა. ხაბეიშვილი. ხუხაშვილი. ხაბეიშვილი. ბიჭო, რატო შვები? რატო? დაკაცაც. ჯერ მე როგორ შევსვი ხაბეიშვილს არ აქვს ნანუკაზე მეტი. ლევანა ბერძენიშვილს ფიქრობდი, მაგრამ ლევანა ბერძენიშვილს ნანუკაზე მეტი ტვინია. ხო, ხა? ცალსახად. ვის? ხუხაშვილს ნანუკაზე. ხო, ხუხაშვილს კიდევ რატო გამოიწვა? ლევანა ბერძენიშვილს ფიქრობდი, მაგრამ არა, მივაწუწე ჩვენ. ხო, მაგან მიყვანა ხუხაშვილი. პრიზი გეკუთვნის. ვა. გაუშვით. კიდე მის ხარჯზე პოლიტიკის კეთება ეს არის სადიზმი პირდაპირ გეუბნები. ეს ადამიანი ხო თავის ცოდები ეყოფა წავიდეს მოინანიოს თუ არ მოინანიებს კისერი ჩუტეხია ხო რაც უნდა ისქნას მაგრამ გადავშალოთ ეს ფურცელი და ვიფიქროთ ქვეყანაზე არა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზე რომ კიდე მიშას ფაქტორიდან რა გამოუწურო და როგორ გავხსნით როგორ ჩანს ასე არ ფიქრობს თქვენი ძველი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი ბატონგია მე მაგ ერთი კითხვა ამან სტატუსი ხო წაშალა კი წაშალა ეგრე მოუვა ყოველთვის გია ხუხაში ჩართული ტელევიზორის ფონზე რატო იჭრა ეგ არ ვიცი მაგრამ არ ვიცი რამდენი ბიჭო ის მაინც ქნას ეხლა რაღაც მანევრი გააკეთა არა ის მაინც გააკეთა წავიდეს მაგის დედაც ვატირე წაგშორდეს წადი მოინანიე რას ქვია ბიჭო ანუ ყველა ვის დააშავებ და ხალხს დაბრიდავს აი ესე გავხვა მომისმინე ბაჩო სადაც ცხოვრობს იქვე ან კაფე ხო არის ან რაღაცა ხო არის ჩავიდეს და იქ დაждდეს და იქიდან ჩაერდო რამდენი აქედან ერთვება მახსენდება რომ ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი ბინიდან ერთვება ეს უმადური მეცინება სუმერე არ უყურე ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი ბინა არ არის იმის 1000-ი არ არის რაც ბიძინას მაგას უახლოესი ადამიანის სიცოცხლე აჩუქათ ხო გეუნები რა ხო მაგრამ ბინიდან რო ერთვება ყოველ წამს გახსენდება ეს და ჩადი კაფეში უახლოესი ადამიანის სიცოცხლე აჩუქა ეგ ცალკე მაგრამ სადღაც დაჯექის ხო აგარ და ნუღა ახსენებ უმადურ დათო ზურაბიშვილს თავისი სიცოცხლე აჩუქა ხო ძალიან აჩუქა და თუდად დადიოდა ადამიანი გაასწორა წელში დადის კარგად ოპერაცია გაუკეთა ახალი ადამიანი გაიჭდა ვერ ლაპარაკობდა და რაღაცნაირად ვერც დადიოდა წესიერად ეხლა ლაპარაკობს კიდეც ვერთმა ჯამთელად ამყოფოს და დადის ჩვეულებრივ მაგრამ მე რა ხო თქვა მე მაგ პირადულადო კიო მაგრამ ისე პოლიტიკურადო
დავეჯახები ყოველთვის. თქვენ ესე იგი ვერ შეძელით ხუხაშვილის პრიზმიდან რომ გაგეხედათ. გაგვიჭირდა, იცი? რთულია კი ეგეთი ესე მწირი ადამიანის პრიზმიდან გახედვა, რთულია მე ბევრი კინო რომ აქ ნახე, ეგ დამეხმარა ალბათ. მოკლედ არ ხუხაშვილის მთელი მეცადინეობა რა არ აქუსთან ეგ რატო ილაპარაკა. პერე სტატუსი დაწერა ტიპმა იგივე, მე მგონი კაი რაღაც თქვი კავკასიაზე ეგო და წაშალა, იმიტომ რომ იქ ისე მიესხა რომ მიხვდა რომ აშკარად ეს ბაზარი აქ არ გამიგო, სადაც მეორე მხარეს პატარა ინფოს ვიტყვი რა. ნანოკას მომწეს ახლა ციხესთან აქვს სტუდია აწყობილი და საგანგებო ეთერი აქვს და. ეხლა? ხო და ადრე ხო ქონდა, ხო იყო ადრე ციხესთან. შინშილობაც ხო დაიწყო ერთი. იგივე წრეზე და. მე მგონი ციხესთან არ ყოფილა, მაგრამ ციხესთან იყო ზონასთან. ეს და თავარის ვიღაც ჟურნალისტი 1 კილო რო უნდათ რომ დაეკლოთ. ერთი დღე რო იყვნენ რომ გამოვიდნენ. ეგ თავის რუსთაველზე. ხუხაშვილმა რატო გააკეთა ეგ? ციხესთან იყო ნანოკა. ხუხაშვილი ამ მომენტისთვის. ამ მომენტს რა უკვე ბოლო წლებია რაც ბიზნესმენმა გააგდო თავისი ყველაფრიდან. არის უბრალოდ ხელმოწერული ექსპერტი. ანუ ინდონის ექსპერტიც კი არ არის, რომ თავი. აი, ხო, ეგეც ხო არის რისი ექსპერტი. ექსპერტი არა ისა. ხო, ეგრე ეძახიან. ხო, ეგრე ეძახის თავი. ხო, თავარ არღზე კი არის, ხვდები? იწვევენ აქუსთან. და იმას პალიტრა ვიდეოზე ქონდა რაღაც ყოველკვირეული ბლოგი. კაცშვილი რო არ უყურებდა. და აქუსთან ამაზე ილაპარაკო, იმიტომ. აი, შედეგი მიიღო, ტელევიზორზე დაუძახეს. ესმის? ანუ ისეთ ადგილას დაუძახეს, სადაც ვიღაცა უყურებს. ანუ მარტო ეგ გათვლა არის, ბიჭო. სხვა ან მეტი არაფერი არ ხდება. პალიტრაზე უძახიან ხშირად. პალიტრაზე თავისი ისა აქვს თქო, კაცო, ბლოგები. ხო. თანამშრომელია ლამის. თანამშრომელი ანუ სავართ ხელფას იღებს მაგაში, არ მგონია. ტყილა აკეთებს, კვირაში ერთხელ აქვს ისა, ხუხა ვიდეო. სოჟი ბლოგები. გაუშვა? გაუშვა. ჩვენი დიდი მოწინააღმდეგეა ძალიან. ყველა ვიდეოს ეგრერთა უკვე გამოცანი. აი ჩვენი ძალიან დიდი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ჭკუა მოეკითხება ხანდახან, ვინ არის? ოპა. ჭკუა მოეკითხება ხანდახან და დიდი მოწინააღმდეგეა. ძალიან დიდი. სქესიც მითხარ. ალეკო ელისაშვილი ქალი? მერაბ მეტრეველი. ქალიო. ხანდახან რო ჭკუა მოეკი. ანადოლიძე. არა. ხოდაგეთ. ჩერგო. რა თქმა უნდა. აო, ძალიან ცუდი დახასიათება იყო. აობა, მოეკითხება. იოლი დახასიათებებს. გამოვიცანი რა. ვა მოეკითხება არა. უნდა გეთქვა რომ ხანდახან სწორად ილანძღება. ბიჭო, აბა რთულები რომ იოლები რო თქვი გამოიცანი, წავიდა. ეხლა ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც სტატუს კვოშია საძირული და მართლაც დეპრესიაშია და დეპრესიაშია არა მხოლოდ ივანიშვილის გამო, არამედ ოპოზიციის უთავბოლობის გამო, პირველ რიგში ოპოზიციის ეგომანიაკალურობის გამო. იმიტომ რომ ამდენი ეგომანიაკი კვადრატულ მეტრზე რამდენიც ქართულ ოპოზიციაშია, მე მართალი გითხრა, სხვაგან ვერ წარმომიდგენია და აი ეს არის მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო შინაარსის გარშემო გარკვეული ტაქტიკური გაერთიანება გაეკეთებინა და ეხლა აი ეგომანიაკი არ არის ცუდი სახელი. მაგრამ ეგომანიაკი აი არ ვიცი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეგომანიაკი თვითონაა. არა, ეგ რა თქმა უნდა თავის არა, ეგომანიაკი არ არის, ეგ არის შეპყრობილი. ხო. ანუ შეპყრობილი მათ შორის არის თავის ეგოზე, თავის და თავის ქმარის ეგოზე. ხო, ალბათ, ერთ-ერთი კი, მაგრამ სვეტში რაღაც პრობლემები აქვს, შეპყრობილია რა. არა, ბაჭო, ეგომანიაკი კიდე სხვა არის, აი ეგომანიაკის იდეალური ილუსტრაცია არის მიშა რა. იდეალური ილუსტრაცია. ისეთ ყველაზე კაშკაშა კი ბატონო. ბოკერია არ არის ეგომანიაკი. ბოკერია მართლა შაჰიდია იდეის. სულელია პროსტა. და ის თელი მაგათი სასტავი. ანუ ტიპები ახლა ვადევნებ ხოლმე თვალყურს ძალიან მაინტერესებს ვაკვირდები. ლუპით პატარები არიან, ზოოპარკია პატარა, მინი ზოოპარკი. ცირკურორტსა. ხო და სადღაც არიან, ანუ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რასაც არც ერთი საქართველოს მოქალაქე სტატისტიკური შეცდომის ფარგლებში, ხო? 10, 20, 30. ამდენს არ დაუშვებს? 10, 30, 40 კაცი ეყოლებათ, მაგრამ არ ესმის. ანუ მაგალითად შეუძლიათ გუგუნებს სენაკი და ფოტო გაუშვან, რაღაცებს აკეთებენ. განგნამ სტაილს რო უკრავენ. არა, 5 კაცი ჩანს ფოტოზე და გუგუნებს სენაკი მაგალითად, ხო? და რაღაცა ბევრი პლატფორმა გახსნეს იქ. რაღაცა რეფორმების პლატფორმა იქ. სწავლების პლატფორმა. ანუ ამორჩევლების აღზრდის სკოლა. ხო, ამორჩევლების აღზრდის სკოლა. ანუ არასოდეს, რა თქმა უნდა, ანუ სტატისტიკური 1%, 0.5% ხო არის სტატისტიკური ცნობილება პარტიების რეიტინგში. თუ რამდენია 2, ხო? რაღაცა 2-მდე. ხო, აი ამას არასოდეს არ გადალახავენ რა. გარანტიას გაძლევ რა. ნუ ეს
ნუ იქნება თვითონ აი გიჟები რო არიან რა, ხო იცია რა. რო აი წარმოსახვით სამყარო. პოდკასტები რაღაცა. ხო რაღაც მოხატული გარაჟი და პოდკასტებზე. არა ნუ პრობლემა აქვს, პრობლემა აქვს, ეხა მინდა უთხრა იქნებ გადასებ. ჩვენ მიკროფონები რო იყიდეთ. ეგ მიკროფონი აქვს რადიო ქონდა სადღაც ახლა ეხომასკვის. ეგ არის მიმართული მიკროფონი, ჩერგო. როდე არის მე მგონი თქვენ როდე იყიდეთ, ხო და მიმართული მიკროფონი და ხმა არის კარგად რომ ცეტები ხართ, მუშაობა არიცით მიკროფონთან და აქეთ ლაპარაკობთ, იქით ლაპარაკობთ, არ მიხართ. პირდაპირ მიკროფონში რადიო მიკროფონია და უნდა ილაპარაკო პირდაპირ მიკროფონში და კაი ხმა გექნებათ. და მე იქნება აიღონ 2%. არა. პოდკასტების საშუალებით. კაკრას მე მაგითო კაკრას რო გააგონებენ, მე ვაფშე ვერ აიღებენ. მაგას ჩალით ვერ აგულად რა. გაუშვადე მიშას ექიმი ხო? აი კაცი. ამ კაცს რაღაცა რო დაემართოს თქვათ, მეთმა დაიფაროს. მე რასაპირე მე არ მინდა ჩაგითხრა ამ დიალოგში მაგრამ ეს ვინ არის ვილი დასახული მიზან დასახული მრელობა პირადად ჩემთვის ეს ნიშნავს საზოგადოებრივ არეულობას და მე მგონია რომ ზუსტად ეს არის მიზანი იმიტომ რომ იმდენად პროგნოზირებადია რომ ეს მოხდება ეხლა ცინიკურები ვიყოთ და დაშვება გავაკეთოთ ხო მე ხო ვერც დავუშვებ მიშას ამგვარ ცხოვრების ამგვარ განვითარებას მაგრამ აი ცინიკურად რომ ეს დაშვება გავაკეთოთ ეს ყველასთვის გასაგებია რომ სამოქალაქო დაპირისპირების წყარო იქნება და მე მგონია რომ ხელისუფლებისთვის შეუძლებელია ეს რომ ცნობილი არ იყოს უბრალოდ ზუსტად ამ დაშვებით აკეთებენ ისინი ამას ეს კლავენ ესენი კლავენ ძალიან ბევრს უნდა პარტიის შიგნით რომ მიშა მოხდეს პირველად ხო იმან გაბუნია ეგრე გამოიტანა საილუსტრაციოდ რომ მე მერჩევი არ მოკვდებიო იასნა გადაიყვანეს უკან კიდე არ თქვასო ეგ იგივეო ჩვენი პოზიცია არქის პოზიცია კიდე არ გააჟღეროს და მოკისდეს ეგრე აღარა კაც სამყარო არა კლავენ რა სვეტში უნდათ რა ბევრი პრობლემა აქვს რა ხვდები რაღაცა ისეთი რაღაცა მიშა არის გაჭედვა ანუ რაღაცა ზრული ელექტორატი აქვს და ჰეიტერები მე გაცლებით მეტი ყავს ყავს კლანი ყველაფერზე წამსვლელი ოღონდ მცირე რიცხოვანი და პროსტა ნუ გაჭედა რა აი რაღაცა რო გაიჭედება უნიტაში ეგ თემაა რა იბოდა არანაირი გამოსავალი არ აქვს ეხლა გახსოვს აქციების ულტიმატუმი რო იყო და რა მორჩეს ულტიმატუმი და რა მე რა რეგიონებს დავივლიო ჰა რეგიონებს დავივლიო ეგ როცა არაფერს თავი არ აქვს ქალაქში მე მიდიხარ რეგიონებში ეგ ქართული ცნობილის გაპარია რა აი ხა რეგიონები და თარიღი უნდა დანიშნონ მაშინ ხო ზოგადად მაგ პროცესს ვიწყებთ ხო თარიღი არ ჩამოკიდეს აუ მე არ მინახავს შენ არა მაგად რა სასხივებენ იცი აი ნუ რა სიძახიან რომ როგორც კი 70000 კაცი შეიკრიბებაო მაშინ 70 ყავდაო ხო მაგათ ხო გონია 70 ყავდა 16000 ყავდათ მაშინო 15 ხო ნუ რა მიშულბა 70 კაი ჯანდაბას არ ყავდათ არა ნუ აი ერთი ლოგიკით არასოდეს არ ყოლია ოპოზიციის ისტორიაში როდესაც ეგენი გადავიდნენ ოპოზიციაში ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა რომ მაგდენი ადამიანი შეეკრიბა მელიას დაჭერამდე გახსოვთ 2 თვით ადრე რომ დაანონსეს აქცია ქვეყნის ხსნის დიქტატურიდან გამოხსნეს და მელია რომ გამოვიდა მიზანშეწონილება აღარ არის ამ აქციის ჩატარებისო 2 თვით ადრე იმაშო მაისი აქციას და ეგ აქციაც ვერ ჩაატარეს თუ არ ვწდები მარტის დასაწყისი იყო და მაისის ბოლო დაანონსეს ხო ხო აი ხაო მანამდე შუალედებში ხო და ზურაგირში ჯაფარიძე რო ბაზრობდა რომ ავტობუსები არ დადის და მაგის ბრალია ხალხს მაგიტო ვერ ვაგროვებ ხო და გითხრათ ხალხო მაგათ აქვთ გეგმა როგორც კი მათი აზრით გრანდიოზული მიტინგი შეიკრიბება წავიდნენ რაღაცების штурმზე ვები ამაგაცი ხო ბაბუიმჭკა ანუ როგორ არის იცი რომ სულ მაგას საყვედურობენ ფარულად მელიას მელია პირდაპირ თქვა რომ მე სტუმზე არ წავიყვანდი ხალხსო და გუბაზა და ჩმორიკები რა თქმა უნდა ხა თვითონ არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს და თან მორჩენილ ამბავზე მიაწევე აი გექნა და გადავრჩებოდით რა ბიჭო იმიტომ რომ ნიკა მელიამ ნახა штурмს რა შედეგი მოაქვს. ო, თუნდაც. ნახა რომ ანუ штурмს, როდესაც ტყვანი ხარ, მაგ штурმის განხორციელების დროს. ტყვანზე არ არის. არა, ხალხი რო ტყვანი რო ხალხი არ გამოყვება თქო. მართალიც რო იყო штурмზე საქართველოში არავინ არ არის გაყვება.
არა თუ ისე დადგა სიტუაცია რომ აი всё სასახად ვიღაცის მხარესაა სიმართლე და ეს სიმართლე ბოლომდე არ გასატანი თორე კატასტროფა ხდება რას არ დადგებდეთ როგორ ხო მაგრამ ეგეთი ამბავი დასაბი შემთხვევაში არ ხო და რასაკურველი მელია საკუთარ თავზე გამოცადა ის რომ ჯერ ერთი რომ ყველაზე მეც ვინც ხაოდა და მაშინაც უგულავა იყო ეგეთი ბადექონიდან რომ ხდებოდა ეგ და დედას რო იგინებოდა გვარანიასთან ლაივ ჩართვაში პირველი ეგ მოიქის და შტურმის დროს და დარჩა ლიდერებში იმენა ლიდერებში ვინც იყვნენ დარჩა მარტო თვითონ იყო იქ ვინც იქნევდა ხელებს და ვინც ეტაკებოდა სპეცრაზს და ნუ ის რამდენიმე გიჟინაც ვინც ყავდა 50 კაცი თუ რამდენი კაცი იყვნენ ყველა გაერიდა არა დაიჭირეს ვიღაცა არა ყველა გაერიდა თქო ხალხი მასა რაც იყო ის მასა გაერიდა იქაც ვინ არ წაყვა შტურმზე და მელიაზე გამოცდილია რომ კიდე ერთხელ რომ მსგავს რაღაცას იზამს ის დაჟე ნაცურ თემაში შეკრებილი ხალხიც იქიდან ძალიან დიდი ნაწილი არ გაყვება. რას გაყვება ბიჭო? ისევ თავითონ შეასკრება, მე ისევ თვითონ იქნება დასაჭერი. და აღარ უნდა. და ამათ ვერ გავთ რომ უგულავა სვეჟად მოიხევა. ბაჭო, ამას დაანოსეს მოუწოდებს იყვიროს მე მაშინ კიდე დუხზე იყვნენ და ფული ქონდა და ზონდერ კამანდებს, კალბასებს და შაურმებს აჭმევდნენ. ეხლა პოლიციას ყველა ეგეთი ტიპი გაშიფრული ყავს, ყველა იცის ვინ არის. ეხლა საომალო დაპირებას ხო მიუშვებს კაი რა. საომალო დაპირება ხო მიცეს ხაბეიშვილის პირით. რომ ყველას ჩამოგეწერება და ჯარიმაო არეულობის არ გადაიხადოთ მოწყობაზე, პოლიციელზე, შტურმზე და ასე შემდეგ მაშინ სასამართლოს. თამამად წადითო და არც გადაიხადოთ. ნიკა გვარამია საოცარ რაღაცებს იწერება. იწერება? ხო, ნუ ისქენთ რა ამბობს. გაუშვით რა თუ შეიძლება. ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ახალი სიმპტომები აქვს თერმორეგულაციის მორგება, ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ობდენა და ეს დარღვევა რატო არის? ჩაის დალევისას ობდენა ყველას ეს დებილია რა. ჩურბანი. ჯერსერთი ან ჩაი უნდა დალიო ან ცივი წყალი, ხო? ციხეში ჩაისვავენ. ბიჭო, ის ხო არეული არის და შეიძლება ჩაი ევასებ. ერთად უნდა შეიძლება ეს. ბიჭო, რაღაცას ღაპრებს მოიფიქრებენ. აი, რო არ მოკვდება ეგ ჩემისა, კაცრავ დიდი ბოდიში. 1 თვე, 2 თვე, მე რა სიტყვია? რა იცი? რატოს ერთი და იგივე ანორექსია არის, შეიძლება 10 წელი გაგრძელდეს და მაგიტო აარჩიეს სწორად, მაგიტო აარჩიეს ხიტრულად ეს. ღმერთი აბადებს. არა, ანორექსია შეიძლება რომ შენ იცოცხლო, იტანჯო და შემდეგ რაღაცა ლეტალური შედეგი სულ არ იყოს საჭირო, რომ ეხა და ამჟამად დადგეს. ამიტომაც აარჩიეს ეს, რომ აი არის გალევის პროცესში არის სიკვდილის პირას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ არჩიეს ეს ყველაფერი რომ ილაპარაკონ რომ სპეციალურად აკეთებენ ცილების დეფიციტს, რომ ანალიზებში დაფიქსირდეს კონკრეტული რაღაც, მაგიტომაც აირჩიეს ეს დიაგნოზი ანორექსია, რომელიც ასე ვთქვათ, სისტემატიზირებული და სპეციალიზირებული არ ვიცი კლინიკა ან რაღაცა მკურნალობის ის საქართველოში ესეთია შეიძლება არ არსებობდეს და ამიტომაც ეს გაძლევს საშუალებას რომ თქვა რომ აი მოდი ქვეყნის გარეთ გავიდეთ. და იქ უმკურნალობთ. ეს არის ყველაფერი დაგეგმილი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი თვითდაზიანება იმისთვის, იმ მოტივით, რომ თავი დააღწიოს საპრობილეს და ეგრე თვითდაზიანებით და ამ ცდილობებით ეს არ მოხდება რა. ვაფშე არანაირი სცენარული განვითარებით არ მოხდება. ნიშა იჯდება, მოიხდის თავის მოსახდელს. რამდენიც ეკუთვნის და რამდენიც საჭიროა და რეალურად რაც არის და ეგეც არ არის, რაც ეკუთვნის რომ უნდა მოიხადოს და მაგაზეც მადლობას უნდა ამბობდეს. არა კაცო წინა აქ ხა ორი პროცესი წინა აქ ხო? ერთი ეს გაფლანგვის საქმე, საზღვის კვეთა უეჭველი 7 ნოემბრის. ხო, სამი საქმე აქ წინ. 7 ნოემბერზე სვეჟად მოიქის და 7 ნოემბერზე არ დადის ხო? ეგ არევას. არა, ეგ მე არ ვიცოდი, დააბრალა, ვანოს დააბრალა. ეგ მე არ ვიცოდი, მეძინა. მე ვაფშე აქ არ ვიყავიო რა. მეძინაო. მეძინაო ხო. არა, ეგ თქვა. მეძინაო და ვანომ მიიღო გადაწყვეტილება. უკანონო კვეთაზე რაც პროცესიც არ არის საჭირო ყველაფერს სახეზია თქვა რომ ესო ჰეროიკული აქტი იყო და ჰეროიკული აქტის გამო როგორ ასამართლებთო პოეზია მაშინო ზუსტად გამსახურდია გაასამართლეთო ხო ჰეროიკული აქტი იყო თურმე ვითხასავით რომ შემოიპარა რა და რო გვემუქრებოდა ცოტაც დარჩა კარაკში თუ არაჟნებში რო გვემუქრებოდა თავის იდეას სურპრიზს გიმზადებთ ჯან ხო და არა ხო შევიკრიბოდო ისაო არჩევნების დღესო და მეც მოვალო ხო თქვა ეგეთი რაღაც ეს თურმე მე ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ მე ჩაბარებოდა პოლიციას ნუ კაი ხა ეს ნანოკა ჯორჯოლიანის ინტელექტისაც კი არის შეურაცხყოფელი ჩემი აზრით ეს ამბავი რომ
არა? რა თქმა უნდა, ეხლა სხვა გეგმა იყო და კიდე კაირო. ეს ყველა დივერსიული ქმედება ყვეტილ იქნა. ხო და მიშა. აღარ გვაქვს ვიდეო? დავხოთკაშ დამთავრეთ რაღა ვიდეო. ბოლო ვიდეო ვერ გამოვიცანეთ ახლა გატეხილში. გევიდა მთელი. ათი ვითამაშოთ ხო? იდა? როსორტი გადაცემას ემატება ახალი რუბრიკა. რუბრიკა არა, გსვლელობისა თლიანობა, რომ კროსვორდის პასაჟები იქნება ჩართული. ხო, იმიტომ რომ ბაჩომ ვერ გამოიცნო ბოლო, 4 გამოიცნო. მაგრამ ზატო ისეთები გამოიცნო, იმის დედავატი. შენ აღშფოთდი, ხო? ხო, შენც ხო გაგიკვირდა ახლა. კი ბატონო, დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო. ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. ხვალამდე. ხვალამდე აბა, მადლობა ყურადღებისთვის.